ახალციხეში ტანსაცმლის მაღაზიაში მომხდარი ქურდობა გახსნილია. სამართალდამცველებმა 1985 წელს დაბადებული პირი 17 დეკემბერს ღამით დააკავეს. 30 წლის ახალგაზრდა ქალბატონი ახალციხის მკვიდრია. მისი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ნაქურდალი საფულე, ბარათები და თანხა 4000 ლარის ოდენობით. ვინ არის დაკავებული დაზარალებულმა ჯერ არ იცის. ნანა გიგუაშვილი მეცხრე არხთან განმარტავს, რომ დეტალების შესახებ რაიონული სამმართველოდან ჯერ არ უცნობებია და არც ბრალდებულს შეხვედრია. დაზარალებულს თანხა კრედიტის გადასახდელად და მაღაზიაში ახალი ტანსაცმლის შემოსატანად ჰქონდა გათვალისწინებული. კითხვაზე შეიძლებოდა თუ არა სცოდნოდა ბრალდებულს იმის შესახებ, რომ მას დიდი ოდენობით თანხა ჰქონდა. ნანა გიგუაშვილი ამბობს, რომ გამორიცხულია, რადგან ბანკიდან თანხა ერთდროულად არ აუღია. საქმეზე ძიება სისხლსამართლის კოდექსის 177 მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. როცა ვიღებდი ნისის რვეულს, აი ასე, ამოყვა საფულე. ეს საფულე ისევ ჩავდე. დავდე რვეული. და აი ამას ვდებ ასე, მაგრამ ღიაა. აქ ნებისმიერ შეეძლო, რომ გამოვიდნენ გასასინჯში, ჩაიყო ხელი და ამოეღო. მეც ვერაფერს ვერ ვამბობ. მე ეჭვი მქონდა ყველაზე, ვინც იმ მომენტში, იმ 2 საათის მანძილზე, ჩემთან მაღაზიაში იმყოფებოდა და საფუძვლიანი ეჭვიც, იმიტომ რომ სხვა დღის ამ მონაკვეთის გარდა არც დილიდან 2 საათამდე არავინ შემოსულა და არც იმის მერე 4 საათის მე. როგორც ასეთი, ვინ არის კონკრეტულად არც თქვენსავით არ ვიცი, იმიტომ რომ გამოძიება მიმდინარეობს, ველოდები აუცილებლად დამირეკავენ ახლა პოლიციის სამმართველოდან და ერთი სული მაქვს, როის გავიქცევ და როის გავიგებ სიმართლეს.